ეხლა მომისმინეშვილო დაწყნარი, არაფერი არ გაქვს სანერვიულო. მოვა ეხლა ექიმი და მოგხედავს. დედა შენთან არის. დედა შენთან არის. არა უშავს. რამდენჯერ გითხარი რომ არ დალიო მეტი, ხო გაგაფრთხილია რა. მაინც ვარ, რა ვქნა, რა გავაკეთო, არ გერგება ეს სასწრაფო. ვიცი. ხო, იცი, თან იცი, თან არ იცი. შენ თავს ფიცავარ ბიჭებმა დამაზალეს. რატო მე დაანები ამ ბიჭებს თავი? შეეშვი. ხო ხედავ რომ არ გერგება. უი, აი მოვიდა ექიმი, გამარჯობა, გენოცვალი მობძანით, პაციენტი აქეთ არის. ძალიან ცუდად არის, ვერ არის ბავშვი კარგად. არა, კარგად ვარ მე. აბა, კარგად ვარ, წავიდეს. ფეხი არ ადგე. არა ხარ კარგად. კარგად ვარ, კარგად. წავიდეს მხარი, აღარ. დალია, ხო? მე საიდან მიხდით ექიმო? კი, დალია. არ მინდოდა, მაგრამ შენ თავს გეფიცები ბიჭებმა დამაძალესო, ხო? მე რა კარგი ინტუიცია გაქვთ ექიმო. დიახ, ზუსტად ესე იყო. ახლავე გავსინჯავ, თქვენ არ ინერვიულე. მე ძალიან დიდი მადლობა. გავსინჯავო ანუ ეხლა. ინერვიულე. აბა მიდი შვილო, მოეშვი. აბა ვნახოთ. რა იქნება. არის სუნთქო. ამდენი ხანი როგორ არ ვისუნთქო ეხლა რა საკეთე? დამაცადე რა. აქ მე მგონი ექიმი მე ვარ. იგრძენი რამე? გრძნობელობას ამოწევ. გასაგებია, ხო არა უსეფ. იგრძენი კი. იგრძენი, ხო? აი, ახლა? მეორე გრძნობელობა. მეტკინა ახლა. გეტკინა? კი კარგია ეს. კარგი, ანუ მეც მტკივა ხოლმე. ექიმო, ესე იგი კარგია, ხო ყველაფერი კარგად იქნება, ხო რაღაც? კარგად იქნება, ნამდვილად კარგად იქნება. გასაგებია. ექიმო, პირადობა ხო არ გინდათ რომ მოვიტანო, მაინც პირადობა თვითონ. ამისი არაფერი არ მჭირდება ცხოვრებაში მე. უკაცრავად? მოიტანეთ. პირადობა. სურათი როა ზედ, პირადინობა. დიახ, ეხლავე ექიმო. ეხლა რა გჭირს შენ? პირადობა. ხო შეიძლება რომ უბრალოდ დავივიწყოთ ეს ძველი წყენები. დავშორდით ხო ერთმანეთს და გამსინჯე, კარგად გავხტებით და წახვალ მე. ხელი. პულსი არ გესინჯებათ. მკვდარი ხართ. რა მკვდარი ვარ, ცოცხალი ვარ, რა მკვდარი. ჩემთვის მკვდარი ხარ და ეხა ისე არ მაინტერესებს. აი რა გჭირს რა? აღიარე რომ ჩემს წინაშე დამნაშავე ხარ. არ ვარ დამნაშავე და რატო ვაღიარო რომ დამნაშავე ვარ? ოი, გასაგებია. ნემსის გაკეთებაც დაგჭირდება. რა ნემსის გაკეთება ხო იცი რომ მეშინია ამ. ვიცი. ხო და ორი ნემსი უნდა გაგიკეთო. წამალს დავლევ რამეს ამინდა ეს ნემსი. სამი ნემსი. რა სამი ნემსი? ხუთი. დედა. ყველაფერი მორჩება. რა ხუთი ნემსი? დედა შენთან არის შვილო. მოდი დედა რა, მოდი აღარ მინდა. აი ესეთი ექიმო, პირადობა, სურათი რო არ თვითონ. ხო ეს არის, კი ბატონო. აბა როგორ არის? იცით, საშიში არაფერია. მაგრამ რაღაცა მაინტერესებს. კი ბატონო. საშიში არაფერია? ძმაკაცებს ხომ არ ურეკავს ხოლმე და შიგადაში ხომ არ ტირის. ეს კაცი არაფერი არ ყოფილა არ ვიცი. არ შემინიშნია ეგ. და ხომ არ ეუბნება ძმაკაცებს რომ ძალიან ცუდად არის და ფსიქოლოგთან აპირებს სიარულს. არც ეგ არ შემინიშნავს ექიმო სიმართლე. არ ვიცი, შეიძლება გასული ვიყავი და მაგას. მაშინ საშიში არაფერია. ეშვება. გაიხარეთ. კი ბატონო. მაგრამ წნევას მაინც გაუზამო ხო? კი, წნევა უნდა გაუსინჯოთ. წნევაო საჭიროა. კარგად. კარგად იქნება ხო? ნერვი თქვენ არ ინერვიულთ, ხელი? ექიმო, წყალი ხო არ მოუტანობა? არა. აბა ვნახოთ წნევა. ძალიან გაიბერა. 100-ია საჭირო. უნდა გაიბერო, უნდა გაიბერო. პროფესიონალს, ხო? უნდა გაიბერო. გასაგებია. როგორ იქნება ექიმო, როგორ? კარგად იქნება, რა უჭირს ამას. რამდენი მაქვს მე? ზუსტად იმდენი გაქვს, რამდენჯერაც არ მიპასუხე და მესიჯებზე არ მომწერე. აი, მაგდენი გაქვს შენ. ანუ რამდენი? 150 გაქვს 120-ზე. ანუ კარგად იქნება ექიმო. კარგად იქნება, კარგად. იცი თქვენ წყალი მოუტანეთ, რომ წამალი დალიოს. კი ბატონო, წყალი მოუტანო. წყალი. ყველაფერი გასაგებია. მე წავედი მორჩი. რას მორჩის წახვედი, ხო შეიძლება მითხრა რა მჭირს და მე წახვიდე. როცა შენ წახვედი და არ მკითხე რა მჭირდა, აი ისე მივდივარ ახლა მეც. და საერთოდ ამ ნომერზე აღარ დამირეკო შე იდიოტო შენ. რა ამ ნომერზე 112-ზე დავრეკე? ხო და 112-ზეც აღარ დამირეკო. წყალი აქ არის.